აუცილებლად უნდა მოვიძულოთ ყველაფერი, რაც ქრისტესთან ერთობაში ხელს გვიშლის. და რა გვიშლის ქრისტესთან ერთობაში ხელს? ყველაფერი, რაც ქრისტესთან ერთად სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ეხლა აქედან განსაჯეთ. აი მაგალითად, თუ ადამიანს უყვარს მაგარი მანქანები, უშლის თუ არა ხელს ეს, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა უშლის, იმიტომ რომ სასუფეველში მანქანას ვერ წაიღებ. მაგრამ უშლის თუ არა ადამიანს ხელს მოყვასის თავგანწირული სიყვარული არ უშლის, იმიტომ რომ მოყვასით ჩვენთან სასუფეველში იქნება თუ ორივე ცხონდით. ძალიან მარტივია. ეხლა ვიღაცა იტყვის მანქანა არ მყავდეს, ვინ თქვა რომ არ ყავდეს? მანქანაც უნდა ყავდეს და ფეხსაცმელიც გეცვას. მაგრამ მას შენ გულში არ უნდა კონდეს ადგილი. და ეს როგორ მივხვდე? ვიცხოვროთ სულიერად, შევიყვაროთ იესოს სახელი და სულ თქვაზე უტკბესად ვაქციოთ იგი ჩვენთვის და თვითონ უფალი გვასწავლის და გვანახებს ჩვენ გულში რა არის. დამერწმუნეთ, რომ როდესაც ჩვენს გულში ქრისტე დამკვიდრდება, იქ სხვა არაფერი აღარ გაჩერდება. რაც არ უნდა გქონდეს, ის შენთვის იქნება როგორც ხშირად ადრე წლების იქით გეუბნებოდით, როგორც კბილის ჯაგრისი. ეხლა მე რო კბილის ჯაგრისი ვთქვა, რომ ჩვენი გული არ უნდა მიეწებოს კბილის ჯაგრის, თქვენ ხო არ გაგიჩნდებათ კითხვა და როგორ კბილის ჯაგრისი არ გქონდეს? ხო, მიხვდებით, რომ კბილის ჯაგრისი კი უნდა გქონდეს, მაგრამ არ შეიყვაროთ კბილის ჯაგრისი. ასევეა ნებისმიერი ნივთი, რაც ჩვენ გვაქვს.